კავკასიის საიუბილეო გამოფენას ეს არის ვაჟთა პირველი კლასიკური გიმნაზიის ეს ვაჟთა პირველი კლასიკური გიმნაზიის ფოტოალბომია, რომელიც კავკასიის ერთ-ერთი საიუბილეო თარიღისადმია მიძღვნილი. მასში ჩაკრული საინტერესო ფოტოები გიმნაზიაში მიმდინარე სასწავლო პროცესს ასახავს. იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია ამ და ამავე თემატიკის კიდევ ერთ ალბომს ჩაუტარდა. ალბომი ეძღვნება კავკასიის საიუბილეო თარიღს ერთ-ერთს ქრონოლოგიური ჩარჩო არის 1890-იანი 1900-იანი წლები და ასახავს ვაჟთა გიმნაზიის სასწავლო პროცესებს ამ ვაჟთა გიმნაზიაში, კაბინეტებს, მასწავლებლებს, ასახულია სხვადასხვა სწავლის პროცესი, საკლასო ოთახები, სახელოსნოები, პანსიონები, საძილე ოთახები ამ გიმნაზიისა, სამხედრო სწავლება და სხვადასხვა მრავალი საინტერესო რამ, რაც დღეს ისტორიული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. სარესტავრაციო ლაბორატორიაში ვაჟთა პირველი კლასიკური გიმნაზიის ორი ფოტოალბომი საკმაოდ დაზიანებულ მდგომარეობაში შეიტანეს. რესტავრატორმა მაია ბარათაშვილმა რთული შრომის შედეგად ალბომის დაზიანებული ადგილები აღადგინა და ლაქებისგან გაწმინდა. ამგვარად რესტავრირებული ალბომები კარგი შენახვისა და დაცვის პირობებში კიდევ საუკუნეებს გაუძლებს. ძალიან ბევრი ლაქები ჰქონდა, ჩაუტარდა დეზინფექცია და შემდგომში უკვე გაუკეთეთ რესტავრაცია. იყო დაშლილ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, გავასუფთავეთ, ავკინძეთ და ერთი ალბომი უკვე ჩავსვით ყდაში და ახლა მომზადებულია მეორე ყდაში ჩასასმელად. იმისათვის რომ სურათები დაგვეცვა, ერთმანეთს სურათები რო ედებოდა, იყო დაზიანებული, დალაქავებული. გავასუფთავეთ ეს სურათები და ერთმანეთსგან დავიცავეთ, აი მიკალენტური გაავდით. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სარესტავრაციო ლაბორატორიაში სხვადასხვა უძველესი საარქივო მასალისა და დოკუმენტების აღდგენა რესტავრაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. პირველი კლასიკური გიმნაზიის რესტავრირებული ფოტოალბომები მალე ლაბორატორიიდან საცავში გადაინაცვლებს. მკვლევარებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პიროვნებისთვის კი, როგორც აღნიშნული ფოტომასალის ისე ნებისმიერი აღდგენილი საარქივო მასალის ნახვა, გაცნობა და მათზე მუშაობა უფრო მარტივადაა შესაძლებელი.